მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოკითხვას თამარ კვარაცხელიასთან ერთად. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს 22 ივნისს საქვეყნოდ გამოაცხადებს იმ გეგმებს, რომელთა მიხედვითაც ავღანეთიდან ამერიკის ქვედანაყოფების გამოყვანა დაიწყება. ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება დამამთავრებელ ფაზაშია და დოკუმენტი არა მხოლოდ იმაზე იქნება ფოკუსირებული, თუ რამდენი ამერიკელი ჯარისკაცი დატოვებს ავღანეთს ივლისის შემდეგ, არამედ ყოვლისმომცველი გეგმა პასუხსგასცემ შეკითხვასაც, თუ როგორ მოხდება ავღანეთისთვის უსაფრთხოებაზე სრული კონტროლის გადაცემა 2014 წლისთვის. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, რას აპირებს ქართული მხარე. ექსპერტის სამხედრო საკითხებში ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, ამ რაოდენობით ქართული კონტინგენტის წარდგენა ავღანეთში მიუღებელია. ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველო პირველ ადგილზეა ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ 19 ივნისს ავღანეთში სამხედრო ინციდენტმა ოფიციალური მონაცემებით ერთი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. განსხვავებულ ინფორმაციას ფლობს ირაკლი სესიაშვილი, რომელიც ავღანეთში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დაღუპული ჯარისკაცის გარდა მძიმედ არის დაშავებული კიდევ რამდენიმე ქართველი ჯარისკაცი. შეგახსენებთ, რომ გამოკითხვის მეორე ნაწილში ამ თემასთან დაკავშირებით შეფასებებს მოვისმენთ ექსპერტ ირაკლი სესიაშვილისგან. მანამდე საინტერესოა, რას ფიქრობთ თქვენ? უნდა დარჩნენ თუ არა ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში? დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 237994 აქტიურეთ ინტერნეტის საშუალებით. გამოკითხვა წერტილი გი არის ჩვენი ინტერნეტ მისამართი. დღეისთვის პირველი მაყურებელია ხაზე. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. პირველ რიგში მინდა ვთქვა ის, რომ რა თქმა უნდა არ უნდა დარჩნენ და თქვენ როგორ გონიათ, ქართულ ჯარისკაცებს სიამოვნებს ხვის მიწაზე ყოფნა და სხვა ერის დაცვა? რა თქმა უნდა არ სიამოვნებთ, მაგრამ პირველ რიგში იქ არიან ფულისთვის წასვლები, აქ რო ჩამოვიდნენ და იქ რო არ იყვნენ, აქ ოჯახები შიმშილით ეხოცებათ და ფულის გამო არიან რა თქმა უნდა წასულები და ეგ არ არის გამომართლებელი ჩვენი მთავრობის მხრიდან, იმიტომ რომ ადამიანს უჭირს და მიდის, თორე გულით არ სიამოვნებს იმას სხვა ერის დაცვა და სხვის მიწაზე ბრძოლა. იმას უნდა რომ თავისი ერისთვის იყოს ის ხომ ჯარისკაცია და უმეტესობა ჯარისკაცში რა თქმა უნდა სამშობლოს სიყვარულია, მაგრამ ოჯახისთვის და ფულისთვის რას არ გააკეთებს. მადლობა ზარისთვის. 237994 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. უნდა დარჩნენ თუ არა ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში? საინტერესოა, რას ფიქრობს შემდეგი მაყურებელი. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. გისმენთ. არ უნდა იყვნენ, მაგრამ ეხლა ობამა წაიყვანს თავის ჯარისკაცებს, მაგრამ ეს შიზოფრენიკი კიდე გაუშვებს უფრო მეტ ჯარისკაცებს და ჩაახოცინებს იქა. აი ესეთი მთავარი გვყავს ჩვენ, აი ესეთი მეფე გვყავს, ეს დამპალი ესა და აბა რა უნდა იყოს ამ ქვეყანაში, რა უნდა გამოვიდეს, რა წავლენ და ჩამოიტანენ მკვდრებსა. არ შეიძლება ეს ხალხი რამდენ სითმეშვილო რა გასაგებია. მადლობა ზარისთვის. ყველა მაყურებელს ვთხოვ საკუთარი მოსაზრება გამოთქვას ეთიკის ფარგლებში. უნდა დარჩნენ თუ არა ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში? დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 237994. შემდეგი მაყურებელია ხაზე. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა, გენათლია. გამარჯობა. არ უნდა დარჩნენ ნამდვილად. დღე ეხლა რო გოგოაძე ჩამოასვენეს. ის ჩემი ახლობელია, იქ თუ იცით რა სიტუაცია ტრიალებს ქალბატონს. იმისი დედა აღარ ვარ გაარაფრად, იმისი ოჯახი აღარ ვარ გაარაფრად. იქ ისეთი სასწაულობა ტრიალებს. თქვა ტირის შვილო, თქვა ოზურგეთში. კაი მე რო იცოდეთ იქ რა ტრიალებს. მადლობა ზარისთვის. უნდა დარჩნენ თუ არა ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში? შეგახსენებთ, რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა სპეციალურ განცხადებას გააკეთებს და გაახმიანებს გეგმას, რომელიც გულისხმობს ავღანეთიდან ამერიკის ქვედანაყოფების გაყვანას. როგორ ფიქრობთ თქვენ ამ ფონზე? უნდა დარჩნენ თუ არა ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში? დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 237994 აქტიურეთ ინტერნეტის საშუალებით. გამოკითხვა წერტილი გი არის ჩვენი ინტერნეტ მისამართი. შემდეგი მაყურებელია ხაზე. გამარჯობა, გისმენთ. გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. უნდა დარჩნენ თუ არა ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში? როგორ ფიქრობთ თქვენ? გამარჯობა, გისმენთ, პირდაპირ ეთერში. არავითარ შემთხვევაში, გენაცვალე, არავითარ შემთხვევაში რა უნდა ავღანეთში ერახში ქართველ კაცს, როდის ყოფილა ძალიან გთხოვთ, გამოიყვანეთ და ამ ადამიანს, ამ ჩვენ პრეზიდენტს მე თუ არ მოასწარი 2013 წლამდე ყოფნა, გამოიყვანოს ეს ქართველი ბიჭები, სანაშენე ბიჭები და აი აღარ არის საქართველო, გენაცვალე.
მადლობა ზარისთვის 23799 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი საკუთარი მოსაზრება გამოთქვით აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ეთიკის ფარგლებში უნდა დაჩნდნენ თუ არა ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში შემდეგი მაყურებელია ხაზე გამარჯობა გისმენთ გამარჯობა არ უნდა დაჩნდნენ არა ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთში თავისი შვილი გაგზავნოს სააკაშვილმა ერთი ვნახოთ რა ჯგვაზე და თუ ჩამოუსვენეს კუდარი იქედან მაგ გათახშირებული მადლობა ზარისთვის მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ უბრალოდ საკუთარი მოსაზრება კორექტულად გამოთქვით და როგორ ფიქრობთ უნდა დაჩნდნენ თუ არა ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში უნდა დაჩნდნენ არ უნდა დაჩნდნენ თუ კითხვაზე არ გაქვთ პასუხი იაქტიურეთ ინტერნეტის საშუალებით რაც შეეხება ინტერნეტ მონაცემებს 90% მიიჩნევს რომ ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში არ უნდა დარჩნენ 7% მიიჩნევს რომ უნდა დარჩნენ 1%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს როგორ ფიქრობთ თქვენ დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 237 994 შემდეგი მაყურებელია ხაზე გამარჯობა. გამარჯობათ. რა თქმა უნდა არ უნდა დარჩნენ და უფრო მეტიც არ უნდა გაგვეშვა ჩვენი ბიჭები, ჩვენ რო დავმდგარიყავით ქართველიერი. უფრო მაღალ დონეზე, უფრო შეხმატკბილებულები და არ გაგვეშვა ეს ბიჭები. უფრო თუმცა ეს თავად მათი გადაწყვეტილება იყო. გასაგებია თქვენ ძალიან კარგად იცით რატომაც არის ეს გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ ყველამ კარგად რამდენიმე ზარის წინ ახსენა ქალბატონმა ეს მატერიალური მდგომარეობა, რისთვისაც სამწუხაროდ ჩვენი ბიჭები, ჩვენ არ გვყავს საზარბაზნე ხორცი, ნამდვილად ძალიან პატარა ერი ვართ და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენი ჯარები გამოვიდნენ იქიდან. მადლობა ზარისთვის შეგახსენებთ ჩვენთან შემომავალი არც ერთი ზარი არ იფილტრება იაქტიურად დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 23799 შემდეგი მაყურებელია ხაზე გამარჯობა გისმენთ. ალო. დიახ გისმენთ. გამარჯობათ გესმით ხო? დიახ პირდაპირ ეთერში ხართ. ეთით რა არ უნდა გაუშვათ რა თქმა უნდა ავღანეთში ჩვენი ბიჭები. აი ეს გოგოტიშვილი რო ლაპარაკობს ნატო ხო თვითონ წავიდეს შულთან ერთად თუ შეიძლება. წავიდეს თვითონ და გაიგოს ერთი როგორია მოლოდინის რეჟიმი დედისთვის ავღანეთში გაშვებული შვილების მიმართ. და ჯერ ერთი ეს ალტერნატივას არ უტოვებენ ჩვენ ბიჭებს, მე ესე ვფიქრობ. რომ უნდა წავიდნენ და იქ იშოვონ ფული. ეს არის საშინელება, კოშმარია. დიახ. მადლობა ზარისთვის. უნდა დაჩნდნენ თუ არა ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 23799 მაყურებელია ხაზე გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ, დიახ? ძნელია შვილი გაუშვა. დიახ. სხვის ომში. დიახ. და ელდე. მერე ჩამოგვიყვანე ცინკის კუბოთი. ჩუმად. რო ჩამოასწრებე მერე აგებიელე მხდება. აი ხლა ეს ბიჭი ახალგაზრდა გოგუაძე. დიახ. რომე რაიონიდან საცხოვრობდა, როგორ ცხოვრობდა, ხმას არ იღებენ. ერთი ბიოგრაფიული მონაცემები ხომ და ეს კაცები საცოდავი ბიჭისა. დიახ. ხო არ უცქვიათ. აი ეს არის ბედურება რომ სხვის შვილებს იმეტებენ საბარბაზლე ხოცად. სწორად ბრძანა საქ ჩემზე წინა. არ აყავს საქართველოს დასაკარგავი შვილი. გასაგებია. მადლობა ზარისთვის 23799 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი საინტერესოა რას ფიქრობს შემდეგი მაყურებელი გისმენთ. გამარჯობა ლიანა. გამარჯობა. აქ როგორც მე ვიცით ეს კონტრაქტით არიან წასულები ხო თუ თქვენც არის ეს თუ კონტრაქტით არიან წასულები მაშინ ყველას თავის ნება აქვს და რაც მოვა თავის თავს დააბრუნდა თუ არა და ძალად იერეკებიან მაშინ რა თქმა უნდა არ უნდა იყო რა უნდა ავღანეთში ქართულ კაცს რა უნდა რასერჩიან ვის ომში ომობენ ისინი სააკაშვილის ტახტის გადასარჩენად მედიან იქ მაშინ ღირსები არის ყველაფრის მადლობა ზარისთვის 23799 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი იაქტიურეთ ინტერნეტის საშუალებით გამოკითხვა წერტილი გი არის ჩვენი ინტერნეტ მისამართი შემდეგი მაყურებელია ხაზა გისმენთ გამარჯობა დიახ ნამდვილად არ არიან წასასვლელები ჩვენი ქართველი ბიჭები იცით რატომ აი ჯერ სამწუხაროა ის რომ ჩვენი მიწაწყლის გულისთვის იბრძვიან ვიბრძვით და იბრძვიან ახალგაზრდები და იღუპებიან და იმას მაინც ყოფნით იმის სინდისი ჩვენ მთავრობას რომ თქვან რომ სამშობლოს გულისთვის გაწირეს თავზე სამშობლოსთვის დაიღუპა მე ყველას უთანაგზნობ და ყველას მწუხარება მესმის მშობლების და ოჯახის წევრების და ახლობლების მაგრამ აი იქ რომ იღუპებიან იქ რას იძახიან ავღანეთის მიწაწყლისთვის დაიღუპნენ აი ეს მაინტერესებს რას ფიქრობს ჩვენი ხელმძღვანელობა ის ხომ საქართველოს ბიჭები ჩვენი ბიჭები არიან ჩვენი ძმები ახლობლები და რა ვიცი მე რა ნამდვილად არ უნდა წავიდნენ მადლობა ზარისთვის
დიახ, მადლობა ზარისთვის. შეგახსენებთ ინტერნეტ მონაცემებს 91% მიიჩნევს, რომ ქართველი ჯარისკაცები არ უნდა დარჩნენ ავღანეთში. 7% მიიჩნევს, რომ უნდა დარჩნენ, კითხვაზე 1%-ს პასუხი არ აქვს. გამოკითხვა რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებათ. გამოკითხვა პირდაპირ ეთერში ბრუნდება. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს სპეციალურ განცხადებას გააკეთებს და გაახმიანებს გეგმას, რომლის მიხედვითაც ამერიკული ქვედანაყოფები დაუბრუნდებიან სამშობლოს და დატოვებენ კონფლიქტის ზონას ავღანეთს. როგორ ფიქრობთ, თქვენ უნდა დარჩნენ თუ არა ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში? აქტიურად გამოკითხვის ვებგვერდის საშუალებით გამოკითხვა წერტილი არის ჩვენი ინტერნეტ მისამართი. დარეკეთ პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომერზე 2317 შემდეგი მაყურებელია ხაზზე. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. იცით რა, ერთი რჩევა მინდათ მოგცეთ. ყველა ინტერნეტ გამოკითხვაში, რომელიც ტარდება მსოფლიოში, იქვე უწერია ციფრი. ინტერნეტ გამოკითხვაში. რამდენი აბონენტი შევიდა იმ შეკითხვაზე. თქვენც გირჩევთ, რომ გამოაცხადოთ, იქვე დაწეროთ ციფრი. რამდენი აბონენტი შევიდა იმ ინტერნეტ თქვენ შეგრძანდებით გამოკითხვის ვებგვერდზე, აქ კონკრეტულად არის მითითებული რაოდენობა საიტზე შესრულების. არა, ვერ გამიგეთ. იქვე ეკრანზე არის ხოლმე. გადაცემის დროს ეკრანზე არის გამოხატული. მეცდებით გავითვალისწინოთ. დიახ, გისმენთ თემასთან დაკავშირებით. თემასთან დაკავშირებით კი უნდა წავიდეთ. და რატომ ფიქრობთ ასე? იმიტომ გასაგებია თქვენი პოზიცია 2317 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. შემდეგი მაყურებელია ხაზზე. გამარჯობა, გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ. გამარჯობა, გენაცვალე. გამარჯობა. უნდა გავიდნენ, რა თქმა უნდა. თუ კი ობამა შეუძლია კონტრაქტი დაარღვევინოს ამერიკელ ჯარისკაცებს, ჩვენ სააკაშვილს რატო არ შეუძლია? ასეთი პატრიოტი პრეზიდენტი რო ყავს, ამიტომაც ყველა ქვეყანა გვიყენებს სათავისოდ. დიახ. მოდი შეგენაცვალე. ანუ ამ შემთხვევაში უნდა დარჩნენ თუ არ უნდა დარჩნენ? მადლობა ზარისთვის, თქვენს პოზიციას უბრალოდ ვერ მოუნიშნავ გაუგებრობის გამო. 2317 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. შემდეგი მაყურებელია ხაზზე. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა, გენაცვალე. გამარჯობა. იცით რა არის? ესეთი კითხვა არის ახლა რომ აი მე ვერ წარმომიდგენია ადამიანს აი შეეკითხო ის სადაც თავისინებით მიდის. დიახ. ეს ხო არ არის ძალდატანებით. იქ ხომ ხელი აქვს კონტრაქტზე მოწერილი. დიახ. მათ ხო ვიციან შესანიშნავად სად მიდიან. რას ქვია არ უნდა წავიდეს, ვინმე ძალით წაიყვანა. დიახ. როცა თქვენ კონტრაქტზე გადასაწყვეტია წავიდნენ თუ არა. თუ ისინი თვლიან უნდა წავიდნენ, უნდა წავიდნენ. თუ არ თვლიან არა, არ უნდა წავიდნენ, მაგრამ მე მგონი ეს თავად შეგდებულად არის ყველაფერი, რომ უნდათ და მიდიან. თორე ახლა ვერ იშოვე ეს უჭირთ, ულხინთ, რა არის ეს? მე ვერ ხვდები, რას ქვია რა? ესე სასიკვდილოდ ვინმე თავისნებით მიდის? დიახ, აქ დავაზუსტება არ არის საუბარი რომელიმე კონკრეტული ჯარისკაცის გადაწყვეტილებაზე, აქ საუბარი არის ქართული მხარის გადაწყვეტილებაზე, დატოვებს თუ არა ქართულ ჯარისკაცებს ავღანეთში. არა, თუ დატოვებს თუ არ დატოვებს, ეგ ახლა ჩვენი თქვენ შეგიძლიათ გამოთქვათ მოქალაქე მაგას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს ჩვენ არ ვწყვეთ მაგ ამბავს, ხო სწორია? თუმცა თქვენ გაქვთ თქვენი პოზიცია, რომელიც შეგიძლიათ დააფიქსიროთ. როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს თუ არა ქართველი? არ უნდა დარჩეს, რა თქმა უნდა. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. 2317 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. საინტერესოა რას ფიქრობთ? შემდეგი მაყურებელი. გამარჯობა, გისმენთ. ალო, გამარჯობა. გამარჯობა. ამას თვითონ ავანტურისტი მუსოლინა გადაწყვეტს. დიახ. დარჩნენ თუ არა. რა შეენაღვლება ქართველი ბიჭები? დიახ. სულ ერთ დღეს რო დაწყდეს მთელი ქართველობა, ეგ აწყობს მას. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. 2317 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. უნდა დარჩნენ თუ არა ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში? დაგვირეკეთ პირდაპირ ეთერში, გამოთქვით თქვენი აზრი. გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. ამ სააკაშვილს ზოგი უნდა ავღანეთში ჩაახოცინოს ქართველი ბიჭები. ყველა 19-20 წლის ბიჭი ციხეში ყავს ჩაყრილი უმიზეზოდ უკანონოდ.
და ესე ვცხოვრობთ ჩვენ გაურკვეველ სიტუაციაში, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ უბრალო ადამიანებმა, რომელიც ერთი გიჟი წყვეტს ამ ქვეყნის ყველაფერს. დიახ. მადლობა ზარისთვის. უნდა დარჩნენ თუ არა ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში აქტიურად დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 217-994. შემდეგი მაყურებელია ხაზზე გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა გენაცვალე. ნამდვილად არ უნდა წავიდნენ. იმიტომ რომ იქ თავის ქვეყანას თვითონ მოუარონ, ჩვენი ქვეყანა გვაქვს მოსავლელი გენაცვალე. არაფრით არ უნდა წავიდნენ. დიახ. მადლობა ზარისთვის 237-994 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი შემდეგი მაყურებელია ხაზზე გამარჯობა გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობა. პირდაპირ ეთერში ხართ დიახ. დიახ გისმენთ. ხო ეხლა 237-994 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი დაგვირეკეთ პირდაპირ ეთერში შემდეგი მაყურებელია ხაზზე გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა, შეიძლება მეც მოუხდე? დიახ პირდაპირ ეთერში ხართ. დაველოდები კი ეტყვი. პირდაპირ ეთერში ხართ გისმენთ. მისმენთ დიახ პირდაპირ ეთერში ხართ. ჩემო კარგო, გადასწარევა თქვა ჯანსუხ ჩარკიანმა, საქართველოს შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი. რა უნდათ ავღანეთში ქართველ ვაჟკაცებს გავწყდით, გავნადგურდით, შენ შემოგლებ, რა თქმა უნდა, არ უნდა წავიდნენ. მადლობა ზარისთვის 237-994 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი რაც შეეხება ინტერნეტ მონაცემებს მაყურებლის შენიშვნის გათვალისწინებით გეტყვით რომ სულ შემოვიდა 104 ხმა აქედან 90% მიიჩნევს რომ არ უნდა დარჩნენ ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში 7% მიიჩნევს რომ უნდა დარჩნენ 1%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს 237-994 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი საინტერესოა რას ფიქრობ შემდეგი მაყურებელი გამარჯობა გისმენთ გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ, დიახ. ალო. დიახ, გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. პირველ რიგში ვიზიარებ უხარებას. დიახ. და როგორც ასეთი ეს კონტინგენტი უნდა დარჩეს ოღონდ ოფიცრების დონეზე, რომლებიც აკავლიან შესაბამის სტრუქტურებს. დაიწყონ თავის ოჯახებისგან. აი ეს არის ჩემი მოსაზრება. კარგად. მადლობა ზარისთვის 237-994 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი შემდეგი მაყურებელია ხაზზე გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა გენეცვალე. დიახ. პირველ რიგში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დარჩენა. დიახ. მეორე რიგში ხედავთ რომ ინტერნეტ გამოკითხვა რა პროცენტებით არის. დიახ. ეს თავის თავზე უკვე ლაპარაკობს. დიახ. ის რაც უნდა იყოს. მეორე საბჭოთა კავშირის პერიოდში, მაშინ როდესაც რუსეთი იყო იქ და რუსეთთან ერთად შეგვყავდა ჯარი. დიახ. ახლა ამერიკასთან ერთად შეგვყავს. რა განსხვავებაა გენეცვალე გამაგებინეთ? რუსეთთან ერთად დაიხოცებიან ქართველები თუ ამერიკელებთან და ფრანგებთან ერთად. დიახ. რა დავაშავეთ ასეთი ქართველმა ხალხმა? მადლობა ზარისთვის. უნდა დარჩნენ თუ არა ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში? გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო, გამარჯობა, თამრიკო. გამარჯობა. დედა ავღანეთში არა ვარ, აბა სადა ვართ ახლა ჩვენ? რაც საქართველოში ხდება, ის ავღანეთზე უარესი არ ხდება. სადღა უნდა წავიდნენ ჩვენი შვილები, აქ ეხოცებიან. ავღანეთში ვარ, დედა, ავღანეთში ეს საქართველო არ არის. ამაზე მეტი რაც აქ ხდება, ესეთი მსხვერპლი, ესეთი დაჟლეტა ახალგაზრდების ამოხოცვა არცად არ ხდება, რომელ ავღანეთში შვილო. იქ გმირულად მაინც იხოცება ჩვენი შვილები და აქ ტყუილ უბრალოდ უმიზეზოდ დედა, სულ უმიზეზოდ. როგორ ფიქრობთ, უნდა დაბრუნდნენ თუ არა ქართველები კონფლიქტის ზონიდან? აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ, შვილო, დაბრუნდნენ, აბა რა უნდათ დედა ავღანეთში? აქ ვიხოცებით მაინც. მადლობა ზარისთვის, შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს გააკეთებს საგანგებო განცხადებას და გაახმიანებს გეგმას, რომლის მიხედვითაც ამერიკელი სამხედროები უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში და დატოვონ ავღანეთი ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიციები ჯერჯერობით არ არის ოფიციალურად დაფიქსირებული. როგორ ფიქრობთ თქვენ, უნდა დარჩნენ თუ არა ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში? გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გისმენთ. უნდა დაბრუნდნენ. დიახ. თუ შეიძლება ჩაგეკითხებით, როგორ ფიქრობთ, რამდენად მზად არიან და რამდენად გაწვრთნილები არიან ეს ჯარისკაცები ავღანეთში, რომ იყვნენ და თქვათ რა არიან ნამდვილად, მაგრამ უნდა დაბრუნდნენ.
მადლობა ზარისთვის 2379994 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი შემდეგი მაყურებელია ხაზზე გამარჯობა გისმენთ. ალო გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ესა გამარჯობათ რა თქმა უნდა მეც ვფიქრობ რომ უნდა დაბრუნდნენ მაგრამ აი თქვენ რომ ამბობთ რომ დღეს გაახმოვნებს ბარაკ ობამა ამერიკიდან კონტინგენტის გამოყვანის შესახებ ინფორმაციას ახლა იქ ხო ვიღაცა უნდა დარჩეს და ალბათ ჩვენი ჯარისკაცები შეავსებენ სიცარიელეს და კიდე თუ ვინმეს დაჭირდება კიდე სხვა სიცარიელესაც შეავსებენ და სხვა საჭიროებისთვისაც მოეხმარენ მამელუქებად ვართ ალბათ დაბადებული და ალბათ რა ვიცი უნდა დარჩნენ თუ არა ქართველები ავღანეთში? რა თქმა უნდა, არ არის სასურველი რომ დარჩნენ, მაგრამ ეს ხო ჩვენზე არ არის დამოკიდებული. აბა თქვენ როგორ გონიათ, რატომ გაამართლა ამერიკის ელჩმა 26-ში ის არა ადამიანური და მხეცური მოქმედება, უბრალოდ დიახ. ტვანეშუქი რატომ ისცა და საერთოდ რატო ექცევიან ასე ლოიალურად კაცს, რომელიც თვითონაც კარგად იციან, რომ არ არის ნორმალური. მადლობა ზარისთვის 2379994 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი შემდეგი მაყურებელია ხაზზე გამარჯობა გისმენთ. ჩემი სუბიექტური აზრია რომ არ უნდა წავიდეს. მით უმეტეს ახლა ისეთი სუპერ სახელმწიფო როგორიც ამერიკა ცდილობს რომ შეამციროს კონტინგენტი, მაგრამ მე მოსმენილი მაკვალიფიციური დებატი ტელევიზორში, სადაც ერთმა ვისაც დაეჯერება და მართლა სარწმუნოა იმისი სიკეთე და პატრიოტიზმი თქვა რომ ასეთი დიდი კონტინგენტით არ შეიძლებაო და მაგათ რა ენაღლებათ კაცო ახირება და მეტი ჩრობაა ეგა. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. რაც შეეხება ინტერნეტ მონაცემებს, 90% მიიჩნევს, რომ არ უნდა დარჩნენ ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში. 7% მიიჩნევს, რომ უნდა დარჩნენ, 1% კითხვაზე პასუხი არ აქვს. გამოკითხვა რამდენიმე წუთში ირაკლის სესიაშვილთან ერთად აგიბრუნდებათ. გამოკითხვა ირაკლის სესიაშვილთან ერთად გიბრუნდებათ. ბატონო ირაკლი, მადლობა სტუმრობისთვის უპირველეს ყოვლისა. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ თემას, როგორც ვიცით, დღეს ბარაკ ობამამ უნდა გააკეთოს განცხადება, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს ეტაპობრივად გაიყვანოს ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთიდან. როგორ ფიქრობთ, რით არის გამოწვეული ეს გადაწყვეტილება და ხომ არ ფიქრობს ამერიკა ამ შემთხვევაში, რომ მყარი წარმატებები აქვს ავღანეთში და უკვე დრო არის, რომ ეტაპობრივად დაბრუნდეს ჯარისკაცები სამშობლოში? ну კარგად მოგეხსენებათ დაუსრულებელი მისია დაკავშირებულია სერიოზულ ხარჯებთან. ასევე უკმაყოფილება თავად შეერთებულ შტატებში და ევროპაში, ანუ საერთოდ ნატოს წევრ ქვეყნებში, რამდენადაც მოსახლეობა უფრო მეტად კონცენტრირებულია სოციალურ პრობლემებზე და არავის არ სურს საკუთარი ჯარისკაცის გაგზავნა ავღანეთში, მით უმეტეს როდესაც არის ძალიან მაღალი რისკები. ამიტომ ეს ოპერაცია ადრე თუ გვიან დასრულდეს და ადგილობრივ ხელისუფლებას გადაეცეს შესაბამისი უსაფრთხოების სისტემის მართვა, ვინაიდან ადრე თუ გვიან ეს პროცესი უნდა დასრულდეს და არ შეიძლება რომ მუდმივად სხვა ძლიერი სახელმწიფოების ასე ვთქვათ კონტროლს და მართლობაში იყოს ავღანეთი. გარდა ამისა, თავის მხრივ ითვალისწინებს დასავლეთი იმ ვითარებას და იმ პოზიციებს, რაც პოლიტიკურ ვითარებას, რაც შექმნილია ავღანეთში, იცით რომ გარკვეულწილად მოლაპარაკებები მიმდინარეობს მათ შორის თალიბებთან და შესაძლოა სწორედ ერთ-ერთი გადაწყვეტილების საფუძველი ყოფილიყო ის, რომ თალიბები თანახმარნი იყვნენ, ან არიან, რომ შეასუსტონ და შეწყვიტონ ის ტერორისტული აქტები, რაც მათ შორის ავღანეთის ტერიტორიაზე ხორციელდება, იმ შემთხვევაში თუ ჯარების ეტაპობრივი გაყვანა მოხდება. მე ვფიქრობ, რომ ნატოს ასე ვთქვათ ხელმძღვანელობა და ზოგადად პოლიტიკური ხელმძღვანელობა მიხვდა რომ ავღანეთში ამ მისიას დაუსრულებელი ხასიათი ექნება თუ კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯები არ გადაიდგა მათ შორის თალიბებთან მოლაპარაკებების გზით. ბატონო ირაკლი, აი ამერიკის ამ გადაწყვეტილების ფონზე როგორ ფიქრობთ, ქართულმა მხარემ არათუ გაზარდოს კონტინგენტი, საერთოდ უნდა დატოვოს თუ არა ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში? ეს პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ჯერ შეიძლება ვიკამათოთ იმ საკითხზე, ამ რაოდენობით საქართველოს უნდა ყავდეს თუ არა წარმოდგენილი ავღანეთში საკუთარი ქვედანაყოფები. მე არაერთხელ მithქოს მათ შორის თქვენი ეთერით და გამიმეორებ, რომ მე იმაჩნია, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არაადეკვატურია საქართველოს წინაშე არსებულ ვითარებასთან.
ჩვენ საფრთხეებთან, იმ გამოწვევებთან, რაც ქვეყნის წინაშეა, მათ შორის დემოგრაფიული ვითარების გათვალისწინებით, იმიტომ რომ ასეთ პატარა ქვეყანას, რომელსაც აქვს 1000 სერიოზული პრობლემა, მათ შორის ის, რომ შეიძლება რუსეთი ერთ დღეს კიდევ დაესხოს თავს და ამ ვითარებაში ჩვენს თავდაცვის უნარიანობას ვასუსტებ და გზავნით საუკეთესო ქვედანაყოფებს ავღანეთში, იმ ქვეყნის პრობლემების მოგვარებისთვის, რომელიც ჩვენთან პირდაპირ კავშირში ნამდვილად არ არის, ფიქრობ, რომ არაადეკვატურია, მით უმეტეს ქვეყანაში არის სხვა კიდე სერიოზული პრობლემები, სოციალური, დემოგრაფიული, ეკონომიკური. ეს ყველაფერი ჩვენი რესურსია, რომ აღარაფერი არ ვთქვათ, ჩვეულებრივი ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკებზე, რომელიც ასევე გასათვალისწინებელია. რა თქმა უნდა, უნდა ვიფიქროთ ასევე და ხელისუფლებამ თუ მას დემოკრატიულობის მიმართ გარკვეული პრეტენზია გააჩნია იმაზე, რომ საზოგადოებაში არის საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულება, ეს თქვენმა გამოკითხვამაც აჩვენა და ხელისუფლება, რომელიც ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს გარკვეულ შეხვედრებზე და ჩვენ ამას პოსტფაქტუმ ვიგებთ და ან ვიგებთ საერთაშორისო პრესიდან, რა თქმა უნდა, ესეც მიანიშნებს თუ რა ტიპის ქვეყანაში ვცხოვრობ და ჩვენი ხელისუფლება როგორ იღებს გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება უნდა დარჩეს თუ არა მომავალში მას შემდეგ რაც შეერთებული შტატები ეტაპობრივად გამოიყვანს შარებს, ნუ ეს კარგად მოგეხსენებათ, რომ გარკვეულ დეტალებთან იქნება, ტექნიკურ საკითხებთან იქნება დაკავშირებული. მე არ მგონია, რომ შეერთებულმა შტატებმა მთლიანად დატოვოს ავღანეთი, ის სავარაუდოდ საბრძოლო ქვედანაყოფებს გაიყვანს და გარკვეული ბაზებს დატოვებს ავღანეთში, რომლებიც მხარდაჭერას აღმოუჩენენ უკვე ავღანეთის ხელისუფლების უსაფრთხოების სისტემას. რა როლი შეიძლება შევასრულოთ აქ ჩვენ ეს ალბათ შესაბამისად ეს პროცესში გამოჩნდება. მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ჩვენმა სამხედროებმა, ვთქვათ, ავღანელი ჯარისკაცების სამხედროების მომზადებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ. აქ განსხვავება რა არის? დღეს ჩვენ გვყავს იქ საბრძოლო ქვედანაყოფები. ეს არის 1000 კაცამდე და სავარაუდოდ როგორც ჩვენმა ხელისუფლებამ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება, ეს გაიზრდება 1600-1700 კაცამდე. თუ ჩვენ ამ ოპერაციის დასრულების შემდგომ, ანუ 2014 წელს, სანამ ეს 2 წელია და 2-3 წელია და ასე ვთქვათ, დარჩენილი გამოიყვანს ამერიკა, გამოიყვანს იქიდან საბრძოლო ქვედანაყოფებს, შეიძლება ჩვენს ასე ვთქვათ პარალელურ რეჟიმში ჩვენს გამოვიყვანოთ საბრძოლო ქვედანაყოფები, მაგრამ იქ დავტოვოთ ინსტრუქტორები, რომლებიც უკვე მოამზადებენ ადგილობრივ ძალებს, რაც რა თქმა უნდა ნაკლებად იქნება დაკავშირებული სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკებთან, მაგრამ რა თქმა უნდა აქაც იგივე პრობლემაა, აქაც რაოდენობაზე უნდა ვისაუბროთ. და უნდა ვისაუბროთ ასევე იმ სარგებელზე, რომელსაც მიიღებს ქვეყანა და მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც იქ დარჩებიან. დღეს ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი სამხედროები იყოფებიან საკმაოდ მაღალი რისკის ქვეშ და იცით თქვენ სამწუხარო ფაქტები, როდესაც გარდაიცვალნენ ჩვენი ჯარისკაცები, ასევე თქვენს მაყურებელს ვეთქვი, რომ მძიმე მდგომარეობაში ამავე ოპერაციის დროს დაჭრილი რამდენიმე ჯარისკაცი, მათ შორის მათ ამპუტაციაც ჩაუტარდათ, 2 მათგანი გერმანიაში არის გადაგზავნილი. ამიტომ თითოეული ჩვენი ჯარისკაცის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ასე ვთქვათ ხელყოფა ჩვენთვის არის კრივნეული და ტრაგედია. თუმცა ოფიციალური ინფორმაციით ერთი ადამიანი არის, ჯარისკაცი არის დაღუპული. რაც შეეხება ოფიციალურ ინფორმაციას, მე გითხარით, რომ ჩემი აზრით ავღანეთში ჩვენი ჯარების გადამეტებული რაოდენობით გაგზავნა უფრო მეტად ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება და ამით სააკაშვილი და მის ხელისუფლება ერთგვარად პოლიტიკურ ხულებს აგროვებენ დასავლეთის თვალში. ამიტომ ხელისუფლების ინტერესში არ შედის, რომ ავღანეთის მისიიდან უარყოფითი ინფორმაცია წარმოვიდეს ეს საზოგადოებაში, ეს თავად თემის აქტუალიზაციას მოახდენს, ასევე საზოგადოებაში შექმნის უარყოფით დამოკიდებულებას მისიის მიმართ და შეიძლება სულ უფრო მეტმა ადამიანმა უფრო კაფეოდ გამოხატოს თავისი უარყოფითი დამოკიდებულება, ეს არსობს ხელისუფლებას და ამიტომ თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკა გასაგებია, მათ არსებობს ამ ინფორმაციის გავრცელება. თუმცა მეორე მხრივ საზოგადოებაში არის მოთხოვნილება, იმიტომ რომ ჩვენი ჯარისკაცები არიან ჩვენი მოქალაქეები, მათ ყავთ ოჯახის წევრები და ცხადია ყველა გული შეგვთქვა ნებისმიერი ასეთი ტრაგედიის შემთხვევაში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ ხელისუფლება პირმართალია ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე, როდესაც ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს, არც იმის უნდა შეეშინეს, რომ რეალობაზე ილაპარაკოს.
დიახ, თქვენ საუბრობდით კონტინგენტზე და განაცხადეთ, რომ 1000-მდე ჯარისკაცია, ქართველი ჯარისკაცი იმყოფება ავღანეთში. როგორ ფიქრობთ, რამდენად არიან, თქვათ, ისინი მზად ამ პირობებისთვის და თუ არიან შესაბამისად მომზადებულები? ის რა ოპერაცია მართლაც რთული არის, განსაკუთრებით ამ პერიოდში. ისიც რომ ავღანეთიდან მოდის საკმაოდ დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება, ეს პერიოდია, როდესაც ისინი ეგრეთ წოდებულ, ასე ვთქვათ, ამ ნარკოტიკული ნივთიერების მოსავალს იღებენ, გარკვეულწილად აგრესიულებიც არიან, ცდილობენ ამ ნივთიერებების საზღვრებს იქით გადატანას ან დამუშავებას, შესაბამისად გარკვეულ შემთხვევებში ნაღმავენ ტერიტორიებს, სწორედ ამ დანაღმულ ტერიტორიაზე მოხვდნენ ჩვენი ბიჭები. საკმაოდ რთული ოპერაციების შესრულება უწევთ, რაც შეეხება მათ მომზადებას. არიან კარგად მომზადებული, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მათი უმრავლესობა გამოუცდელი არიან, ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის. გარდაცვლილი ჯარისკაციც თუ არ ვცდები, სულ რაღაცა 20 წლის იყო და ეს კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, ტრაგედიას კიდევ უფრო ამძაფრებს. სამწუხაროდ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი მათგანი, ვინც ავღანეთიდან ბრუნდება, ასე ვთქვათ, მეორე წასვლის სურვილი არ უჩნდება, სწორედ იმის გამო, რომ იქ არის მართლაც სიკვდილისთვის ყოველდღე პირდაპირ ყურება. და სწორედ ამიტომ უმეტესი ნაწილი არის ახალგაზრდა, რომელიც გამოუცდელი არის, რომელსაც პირველად უწევს ასეთ მისიაში მონაწილეობა. თუმცა რა თქმა უნდა არიან გამოცდილებიც, რომლებიც უკვე მეორე და მესამე წლაში, ასე ვთქვათ, მესამეთ არიან ავღანეთში. მათი ეხლა ბევრი ჩვენი ხელისუფლება საუბრობს იმაზე, რომ ისინი არიან მოტივირებული, ისინი იქ იცავენ საქართველოს, ეს ტყუილია, ეს ასე ნამდვილად არ არის, ყველას კარგად გვესმის, რომ ავღანეთი არ არის ჩვენი ფრონტი. ჩვენი რეალურად ავღანეთში ყოფნა, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან, თუმცა აქაც არის კითხვებზე გაუცემელი პასუხები, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი პირდაპირი ბილეთი ნატოში გაწევრიანებისა. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება 28 ქვეყნისა, რომლებიც ამ შემთხვევაში ამ პოლიტიკურ ნებას აფიქსირებენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და შეიძლება კმაყოფილი იყოს შეერთებული შტატები, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ასე შემდეგ, ვისთანაც ერთად შეიძლება მონაწილეობდეთ, მაგრამ კმაყოფილო იყოს ერთი პატარა ქვეყანა, არ ვიცი, ჰოლანდია ან დანია, რომელმაც უბრალოდ შეიძლება პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე თქვას უარი, რომ ქვეყანა ვერ გახდება ნატოს წევრი. ამიტომ ჩვენ მე მიმაჩნია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ერთგვარად საკუთარი მოთხოვნებიც უნდა წამოაყენოს. მხოლოდ ამიტომ ამბობ, რომ ჩვენ ხელისუფლებას უფრო მეტად, როგორც მეჩვენება, აქვს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში მისაღები და ეს ხელისუფლება მისაღები იყოს დასავლეთისთვის, რომელიც ასეთ სასარგებლო გადაწყვეტილებას იღებს დასავლეთისთვის. იმიტომ რომ სხვა პირდაპირ სარგებლოს ჩვენ ვერ ვხედავთ. ეს არ არის ბილეთი ნატოში გაწევრიანებისა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ პრობლემა შეგვექნება ნატოელი ჯარისკაცები საქართველოში იბრძოლებენ ქვეყნის დასაცავად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით ჩვენი უსაფრთხოება უფრო უკეთესი იქნება და თალიბები არ გამოჩნდებიან საქართველოში, თალიბებს არც არაფერი არ ისაქმებათ საქართველოში, თუ ხელისუფლება მათ ყოფნას აქ ხელს არ შეუწყობს, როგორც ეს იყო მაგალითად პანგისის ხეობაში. ამიტომ მიმაჩნია, რომ ნატოს თავის თვალით უყურებს ამ ყველაფერს. ნატოსთვის საქართველოს გაწევრიანება დღესდღეობით ნატოში ერთგვარად უფრო მეტად არის უარყოფითი შედეგების მომტანი, ვიდრე სარგებელი, იმიტომ რომ იზრდება საფრთხეები, უახლოვდებიან რუსეთის საზღვარს, ოკუპირებული ტერიტორია, უკონტროლო სიტუაცია, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობა არ აქვს დარეგულირებული, ქვეყანაში არ არსებობს სტაბილური დემოკრატია. ფაქტობრივად ეს ქვეყანა არ არის შემდგარი და მისი უსაფრთხოება არის ძალიან მძიმე. ასეთი ქვეყნის წევრობა ნატოში, თავისთავად ნატოსაც შეუქმნის პრობლემებს. ამიტომ ნატოს ურჩევნია საქართველოს იყოს რაღაც ამ ინტეგრაციის პროცესში და თუ საქართველოს ამ სახით და ამ რაოდენობით თავის კონტრიბუცია შეიტანს ნატოში, მაშინ თავისთავად შეიძლება ნატო არც იყოს პირდაპირ დაინტერესებული, იმიტომ რომ საქართველოს რომ ნატოს წევრი გახდეს, შეიძლება ასეთი კონტრიბუცია აღარ შეიტანოს, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი არის, რომ და ჩვენ თავს იმიტომ ვიდებთ
ყოველ შემთხვევაში ნატოს ალბათ თვალთახედვით რომ ნატოში გავწევრიანდეთ. ბატონო ირაკლი, თქვენ რამდენიმე წუთის წინ ახსენეთ, რომ ქართული მხარე აპირებს კონტინგენტის გაზრდას, ხო? 1500 ან 2000 ჯარისკაცამდე. ხო არ ვცდები? აქ საუბარი არის ერთი ბატალიონის დამატებაზე, რომელიც შეიძლება იყოს 600, 650, 700 კაცამდე. მე ხა კონკრეტული ციფრის დასახელება არ შემიძლია. მაშინ ესე კითხავთ, როგორ ფიქრობთ, აი ამერიკის ეს გადაწყვეტილება ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გეგმა, რამდენად იმოქმედებს ქართული მხარის გადაწყვეტილებაზე და ამატოს ან უბრალოდ შეამციროს ის რა ეს არის პროცესი და ამიტომ ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქართული მხარე ჩართული იყოს ამ პროცესში. დიახ. ანუ ამ ეტაპობრივ გაყვანასთან ერთად იყოს კოორდინაციაში და ის თუნდაც ტექნიკური საკითხები იყოს ერთობლივად გადაწყვეტილი. ძალიან ძნელია ხა მე რაიმე კონკრეტული საკითხი დავაყენოთ როგორ შეიძლება ეს მოხდეს. იქამდე კიდევ 3 წელია დასრულებული დარჩენილი და ისიც მინდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით ვთქვა, რომ მე არ მგონია რომ 2014 წლამდე ამერიკამ შეძლოს ყველა სამხედრო ძალის გაყვანა, ალბათ საკმაოდ დიდი ნაწილი იქ დარჩება. უბრალოდ მათ აღარ ექნებათ ასე ვთქვათ, გამოკვეთილი მართლობის ფორმები და ნიშნები. უფრო მეტად ისინი მხარდაჭერას გაუწევენ ადგილობრივ ხელისუფლებას. მადლობა სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ექსპერტი სამხედრო საკითხებში ირაკლი სეციაშვილი, რაც შეეხება სატელეფონო ზარებს. სულ მოხერხდა 24 სატელეფონო ზარის მიღება, აქედან 20 ადამიანი თვლის, რომ არ უნდა დარჩნენ ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში, 4 ადამიანი თვლის, რომ უნდა დარჩნენ. რაც შეეხება ინტერნეტ მონაცემებს, სულ შემოვიდა 129 ხმა, აქედან 90% მიიჩნევს, რომ არ უნდა დარჩნენ ქართველი ჯარისკაცები კონფლიქტის ზონაში, 7% მიიჩნევს, რომ უნდა დარჩნენ 1%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. გამოკითხვა ხვალამდე გემშვიდობებად.